გამარჯობა. სამწუხაროდ ჩვენი პრომპტის მონეტიზაციის პროექტი დაფეილდა. გაიგებდით ალბათ, რომ გამოვიდა ახალი იმიჯ ჯენერატორი Nano Banana ეგრეთ წოდებული. Google-ის პროდუქტია, რომელიც უკვე Gemini-ში არის ჩაშენებული და უფასოდ არის ხელმისაწვდომი. თან სწორედ ფოტოების დაედიტებაზე არის ორიენტირებული და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი use case-ი, რაც შეხვედრია ახლა პოსტებში და სტატიებში, არის ზუსტად thumbnail-ის ოპტიმიზაცია, რასაც ჩვენ პროდუქტს უნდა გაეკეთებინა წესით. იდეაში ეს არც იყო რაღაცა წარმატებისთვის განწირული პროექტი. ძირითადი მიზანი მაინც ლავებლის დატესტვა იყო ამასთან ერთად, თუმცა მარტივი მათემატიკა რო ჩავთოთ საქმეში და თქვათ, რავი, YouTubers შეიძლება თვეში მაქსიმუმ 10 thumbnail დაჭირდეს და თითო thumbnail-ის გენერაციაზე მაქსიმუმ 4 მცდელობა დაჭირდეს, თქვათ. ან 5, სულ 10 გენერაცია არის იდეაში, რასაც სულ 50 გენერაცია გამოდის და Gemini-ის უფასო ვერსიაც თვეში 50 გენერაციის საშუალებას გაძლევს. ზუსტად რამდენი არის ლიმიტი ვერ გავარკვევ, მაგრამ სადღაც 10 ფოტომდე გავაკეთე და ლიმიტზე არ ავსულვარ ყოველ შემთხვევაში. თან მეც უფასო ვერსია მაქვს Gemini-ის. არც აქამდე არ იყო, როგორც თქვით, ეს პროექტი ძალიან წარმატებისკენ მიდრეკილი, იმიტომ რომ მარკეტინგი და ამ შემდეგ მაგას არ ვაპირებდი რომ გამეკეთებინა და პლუს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი use case-ი იყო ძალიან მცირე, ანუ ცოტა ადამიანს სჭირდება ესეთი რაღაც გაკეთება, მაგრამ ეხლა საერთოდ ნონსენსად გადაიქცა მოკლედ და ყველანაირი мотиваცია გავკარგე, რომ ეს ნაწილი გავაგზავნოთ. ამიტომ რაღაცა სხვას მოვიფიქრებ და ამე სხვა შემოგთავაზეთ მომავალში მოკლედ იმისათვის, რომ ლავებლის დავტესტოთ და ამე სხვა პროექტის მონეტიზაცია გავაკეთოთ. დღეს კი ვიფიქრე N8-ში ახლა GPT image 1-ის მაგივრად ვცადოთ, მოდი Nano Banana-ს გამოყენება, დავაინტეგრიროთ N8-თან, რა თქმა უნდა, ნოუდები, როგორც GPT image-ის შემთხვევაში, აქაც არ გვექნება ასე by default, მაგრამ ვცადოთ იგივე workflow, რაც წინაზე გავაკეთეთ, ახლა უკვე Nano Banana-თი ავაწყოთ და იმას დავაგენერებოთ thumbnail-ები და შევაცვლევინოთ რაღაც ემოცია სახეზე, როგორც ვაკეთებდით. მოკლედ დღეს ეგ გვექნება workflows გადავაკეთებთ Nano Banana-ზე და თუ რაიმე იდეები გექნებათ პრომპტის მონეტიზაციასთან დაკავშირებით, ან როგორ შეიძლება რომ მოკლედ ეს ხაზი გავაგრძელოთ, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ კომენტარებში. ეხლა მოდი მე ქვემოთ ჩავალ და გავხსნათ ჩვენი workflow. მოკლედ ესეთი მარტივი workflow ქონდა, ფორმას ვასაბმიტებდით. შემდეგ HTTP request-ით ვაგზავნიდით GPT-ის image 1 მოდელზე და ვაკონვერტირდით ფაილში. მოდი ეს იყოს მაინც შეიძლება გამოგვადგეს და დავადუპლიკეითოთ. პირველი ალბათ დავიწყებდი research-ით. მოდი Perplexity გამოვიყენოთ. Perplexity-ს ვეკითხებთ, რომ API-ის მეშვეობით როგორ გავაკეთოთ ეს და შემდეგ API-ის მონაცემებს გადავაწყობთ მოკლედ აქ HTTP request-ში. Python-ის ვერსია შემოგთავაზა, Python-ის მაგივრად მოდი უთხრათ, რომ ესეც base64-ს აბრუნებს, ანუ ბოლო ნოუდის შეცვლა თავად არ მოგვიწევს.
ოკეი, Gemini 2.5 flash image მოდელი უნდა გამოვიყენოთ. ოკეი, აქ უკვე დოკუმენტაციაც გვაქვს. Text and image to image. აი, ეს გვჭირდება ზუსტად. To send this to me. Vertex თავაზობს, მაგრამ ჩემი აზრით პლატფორმიდანაც შეიძლება, ანუ AI studio.google.com არის საიდანაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად რომ მივიღოთ API კი, აგეგეთ API keys მეშვეობით. აქედან ავტომატურად ქმნის clouds, როგორც ჩანს. შექმნათ ახალი API კი დავაკოპიროთ. და ჩვენ გვინდა Gemini. PALM რა არის ვერ მეხუთი, მაგრამ მე მგონი სხვა ვარიანტი არ აქვს და. გავუშვათ ჩვენი key. აქ როგორც ჩანს, ჩვენ გვინდა application JSON-ი, ანუ body-ში უნდა ვისჩეთ JSON. ფილდებით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, მაგრამ ცოტა ჩახლართული ჩანს და მე მგონი უფრო კომფორტული იქნება, რომ უბრალოდ ავიღოთ ეს კონტენტი. აქ ცუდად აი აქ ავიღოთ კონტენტი. და გადმოვაკოპიროთ ჩვენთან JSON-ში. header-ი რამე განსაკუთრებული აქ არა გვაქვს. გვინდა execute previous notes დავაწექით იმისთვის, რომ data გამოგვიჩნდეს. აი ჩვენი რობოტიც აქ არის და დავასაბუთოთ. ოკეი, შემაში გვაქვს ემოცია. უბრალოდ drag and drop არის ამ შემთხვევაში.
აი, აქ უნდა ჩავაგდოთ. და image png გვაქვს meme type-ი. ეს meme type-ს როცა ვატანთ ყოველთვის წინასწარ არ უნდა ქონდეს ჩაწერილი და ჯობია დინამიურად აი აქედან გავატანოთ. იმიტომ რომ შეიძლება ხან png ატვირთო, ხან jpg, ხან რა ვიცი. gif-ი შეიძლება ავტვირთო, ამიტომ ჯობია ეს დინამიური ქონდეს და ჩვენ გვინდა data. როგორც ჩანს base 64-ში გვჭირდება data და ეს შეჯერობით არ აქვს. აგი ეს დავასეივოთ. ახლა გვინდა ჩვენ node, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ფოტო გადავაქციოთ. base 64-ად. აი ასე. Move file to base string. Input binary field. Binary field-ი გვაქვს image. Output field-ი იყოს image base 64. კი ბატონო. ახალი field-ი შეგვიქმნა, რომელიც უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ აი აქ. აქ ეს ნაწილი მთლიანად მოწავშალოთ, იმიტომ რომ ზედმეტია მიულისხმება რომ რაღაცა სულადი არის გამოყენებული და ჩვენი გაგვჭირდება, მხოლოდ ესენი გვინდა და გადავიტანოთ ჩვენი base 64 იქ. მოგეთ contents გვაქვს, parts გვაქვს, parts შედის ტექსტი და data. კი ბატონო. მოცადოთ. ავტორიზაცია ვერ გაიარა. აი, ნუ რაღაცა ეჭვი კი მქონდა. Gemini PALM-თან დაკავშირებით. არ ვიცი რა არის და მოდი generic credential-ი გამოვიყენოთ და როცა header-ში გვაქვს ესეთი რაღაც. აი აქ h-ი ნიშნავს რომ header-ია და header-ში გვაქვს რაღაცა key და იმ key-ს მერე მოყვება უკვე ტოკენი, რომელიც უნდა ჩავსვათ. ანუ generic credential-ში ჩვენ გვინდა header authentification და new credential-ი შევქმნათ. header-ის სახელსაც გავთიშოთ. header-ის სახელი გვინდა რომ მივუთითოთ by default რაღაც header-ის credential-ი არსებობს, რომელსაც სახელი, რომელსაც იყენებენ ხოლმე authentification-ის დროს, მაგრამ აქ საკუთარი სახელი აქვს Google-ს შექმნილი Google API key. ეს როგორც წესი თუ სწორად მახსოვს X API key არის ხოლმე უბრალოდ და მაგის შეცვლის საშუალებას ვინაიდან არ გვაძლევს, მაშინ ესე გავაკეთოთ. header-ები დავამატეთ. name ეს არის და value ჩვენ უკვე გვაქვს. ჩვენს credential-ებში უნდა იყოს ესეთ.
აბა ცადოთ ხელახლა. ო, საერთოდ გაჭედა ჩვენმა N8-მა. უკაცრავად, სულ დამავიწყდა. თავარი არ შეგვიძლია URL-ი, სადაც ვაგზავნით და OpenAI-ს ვუგზავნით ახლა Google-ის request-ებს. აი ეს დაგვავიწყდა. აქ ჭირდება არაფერი, ეს შეგვიძლია უკვე ავშალოთ პრინციპში და შევცვალოთ ლინკი. თუ გამოცოცხლდა N8-ი. უბრალოდ ხელახლა გავხსნათ, მოდი იგივე და გავიგოთ რა ხდება. კაი, URL-ი შევცვალეთ. credential-ი წაშლილი გვაქვს უკვე. მაგრამ მოდი ისევ ხელახლა შევქნათ, იმიტომ რომ რეალურად სხვა გამოგზავნილით და შეიძლება მაგან გამოიწვია, შეიძლება დიდი აუთეთ მაგან გამოიწვია სერვერები და Google Gemini PALM-ი შეიძლება მუშაობს კიდეც რეალურად. ხელახლა ვიწერს და მოდი თლიანი workflow გავიაროთ. Selection იყოს sadness, ვინაიდან დღეს ჩვენი პროექტის მონეტიზაციის პროექტი დაგვიფეილდა. დღეს რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მაგრამ დავფიქრდი მივხვდი, რომ დიდათ აზრი არ ქონდა ამის გაგრძელებას და საინტერესო აღარ იყო და მოკეთ мотиваცია დამიკარგა მაგ საკითხზე. Okay, რაღაც შეცდომა გვაქვს JSON პარამეტრებში. ეს image-იც არ უმოქმედია, ესე იგი кайხანი არ ჩაუწერია, როგორც ჩანს. რო გაჭედა. აი, ისე ხალხ გავაკეთოთ base 64 ჩვენ გვინდა ფაილიდან move file to base 64 string. აქ არის image, აქ გვინდა image base 64. აქ იდეაში ასაც გინდათ იმას ჩაწერთ, უბრალოდ თქვენთვის გასაგები რო იყოს. და გავაკეთოთ execution-ი, კი ბატონო. გვაქვს image. ეხლა ისევ წავშალოთ ესენი და drag and drop it. გადმოვიტანოთ image აქ. და განახორციელოთ კიდევ ეს step-ი. Okay. Too many request-ი მიიღო ჩვენგან. სამი request-ი გავგზავნია უკვე. კი ბატონო, დღეს 3 სექტემბერია. გაჭედა N8-მა. რაღაც არ იცოდა ხოლმე ესე პირველად არის უგზეძეთ ორჯერისი. გაჭედა. ამის არასწორად ვაკეთებთ. თუ ჩემი ბრაუზერი ჭედავს უბრალოდ ეგრე ძალიან იქით. ძალიან ბევრი
ის მაგ გახსნილი როგორც ყოველთვის. ნუ ისე დავკარგეთ ეს ნოუდი შუაში. აქ ჩასმოდი. ისევ გავიმეოროთ ჩვენი პირველი სტეპი. აქ ისევ ჩავსვათ. და მოდი ამჯერად დავასეივოთ, რომ ხელახლა კიდე არ მოგვიწევს სამყურებს გაკეთება და ვცადოთ ეს სტეპი რა სიზოს. ესენი გაგვიწით დიდი ალბათობით იმას, იმიტომ რომ ახალი ნოუდი ჩავამატეთ ამასა და პირველ ნოუდს შორის და ამას უკვე ვეღარ აღიქოს. მე მგონი ბილინგ აკაუნტიდან არ გვაქვს. მაგიტო არ გუშებს. bottom the settings plan information. Okay, settings. Select plan information. Okay, billing support ეშკაც სხვა რაღაცა. Debug-იდან შეძლოთ billing-ის დაყენება. Set up billing. Wow. This generative AI-ზეც მიდის. Okay, ვწვით დავასეტაპებ. და payment methods შედება. მშვენიერი, საერთოდ არაფერი არ ჩავმაჭრა უბრალოდ.
მაინც შემოყვაინა. მაინც შემოყვაინა ბარათის მონაცემები, თუმცა იქ ეწერა, რომ ავტომატურად არაფერს არ ჩამოუჭრითო და ეხაც რავი, ფაქტი არაფერი არ აუღია. ეს ეხლა ლიმიტები უნდა შეცვლილი იყო და ხა შეგვიძლია ვცადოთ. ფრიში როგორც ჩანს ჩვენც შევდივართ. მაგრამ რავი მაინც. მე მგონი ფრიში ეს ახალი image მოდელი არ შედის API-დან. მაგრამ არც აქეთ არ არის შეყვანილი. მოგეთ ვერ დავამოყავი, მაგრამ რაც უნდა იყოს rate limit-ები, ანუ ეს სწრაფად ვერ ავიდოდით. 3 ძალიან ცოტა, რავი, ყველაზე მინიმუმი პროზი არის 5. აბა ნახოთ. ესეც წუთში არის 5 და. გავხსნათ 7-8-ი, გავხსნათ ჩვენი nano bananas და სადოთ. ოკეი, credential-ები აშკარად სწორად არის. credential-ის error-ი არ გვაქვს. link-იც სწორად ის. data არ გვიზის სწორად. ოკეი, data-ს შევცვალოთ ბარემ. აი bed request-ი ამოგვიგდო, იმიტომ რომ წეღან კი drag and drop-ით ჩავსვით ჩვენ ეს image-ის meme type-ი და ამ calls რო აკეთებს რაღაცა ემართება ჩემს n8-ს და ძალიან არ მომწონს. ანუ იმას ვხსნიდი, რომ პრობლემა იმაშია, რომ ეს node-ი სადაც ფოტოს გადაქვნით B64-ად ჩვენ არ გქონდა და ვინაიდან ჩავამატეთ, შეიცვალა უკვე key პირველი node-ის და პირველი node-ის drag and drop-ით ჩაღრილი ეს ემოცია და meme type-ი უკვე აღარ მუშაობს, იმიტომ რომ სხვანაირი გჭირდება ახლა. და n8-მა ისევ გაჭედა. ნოთი უბრალოდ სხვა ბრაუზერში ვცადოთ იქნებ. Mozilla-სთან აქვს რამე პრობლემა? Sadness. როგორც იქნება შეგვიძლია შევცვალოთ. meme type-ი ისევ გადმოვაგდოთ.
ნახეთ, ანუ შეიცვალა ძალიანად სახელი ჩაჯდა ახლა უკვე Node-ის და იქიდან ამოდის ინფორმაცია, როცა თავიდან იყო JSON emotion, ანუ ახლა emotion-ი რო გადმოვიტანოთ, უკვე Node-ის სახელით იქნება, რადგან სხვადასხვა Node-ები გვაქვს წინა მხარეს. კი ბატონო, დავასეივოთ და გავუშვათ ჩვენი სტეპი. ოკეი. მოდი გადმოვწეროთ თან. და აქ ნახე როგორ აბრუნებს კანდიდატებს და ასე იგი იმას რომ რამდენიმე შეგვიძლია ერთად დავაგენერებინოთ, რამდენიმე edit-ი ან რამდენიმე ფოტო ერთდროულად და აბრუნებს ტოკენების გამოყენებას, თუ მაგალითად ანუ ნანობანანათი რაღაცა production იმას გააკეთებთ workflow-ს N8-ით აუცილებლად ჩემი აზრით აუცილებლად დაგჭირდებათ, რომ ტოკენების დაითვალოთ ხოლმე და როგორმე აწარმოოთ სტატისტიკა რამდენს ხარჯავთ რეალურად. ამიტომ ეს მეტადატა ძალიან მნიშვნელოვანი არის მანდ და total token count-ი არის ალბათ ყველაზე საინტერესო მონაცემი, რაც დაგჭირდებათ, რომ შეაგროვოთ ხოლმე სადმე. ნუ Airtable არის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი N8-თან საკმაოდ მეგობრობს. ახლა ჩვენ გვინდა რომ ეს უკვე საბოლოოდ ვაქციოთ ფოტოთ, ანუ base64 ბრუნდება ისევ და base64 უნდა გამოვიყენოთ ეს. ან drag and drop-ით ჩავაგდეთ base64 input field-ში და ეს უკვე არის საბოლოო სახელი, რა სახელითაც დაგენერდება უკვე ფოტო ფაილის სახით, ბინარული. და აქ შეგვიძლია უკვე გადმოვწეროთ როგორც ფოტო და კი ბატონო, მივიღეთ ჩვენი მოწყენილი რობოტი. შვენიერია, ამას ამ ვიდეოს thumbnail-ად გამოვიყენებ. N8-ის workflows დავასეივებ. იდეაში ისეთი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ რაღაცა საწყისი წერტილისთვის თუ ვინმეს გჭირდებათ და რაღაცის გაკეთება გინდათ, ანუ ბანანათი რამე workflows აწყობა, მომწერეთ და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ workflows. პრინციპში დღეისათვის სულ ეს არის. დიდი მადლობა რომ მიყურეთ, დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ დასვათ მოწონებები თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და თუ რაიმე კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, კომენტარებში გელით.